საღამო მშვიდობისა რიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. თხევადი გაზით დატვირთული სატვირთო მანქანები კვლავ სტეფანწმინდა ლარსის გამშვებ პუნქტზე რჩებიან. სომხეთში კი გაზი მკვეთრად გაძვირდა. რამდენიმე დღის წინ 1 ლიტრი 120 დრამდე იყიდებოდა, ახლა უკვე 170 დრამია. სანამ მთავრობა სომხეთში ფართოდ მოხმარებადი საწვავის გაძვირების მიზეზებზე არაფერს ამბობს, სფეროს მსხვილი მოთამაშეები შესაძლო დეფიციტის შესახებ საუბრობენ. გაზით დატვირთული დაახლოებით 470 სომხური სატვირთო მანქანა ამ დროისთვის საქართველოს საზღვარს ვერ კვეთს. ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ძალიან დიდი მოცულობით თხევადი გაზი სომხეთში ვერ აღწევს. კომპანიის მძღოლები საქართველოში დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ახლა ტვირთს იქ ტოვებენ და თავად ბრუნდებიან სომხეთში, სანამ მათი რიგი მოვა. წარსულში ამინდისა და სხვა ობიექტური მიზეზებით გამოწვეული სირთულეების გარდა გაზის იმპორტიორები ასეთ პრობლემებს არასდროს შეჯახებიან. სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო ამ თემას არ რეაგირებს. მხოლოდ მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დილით ფეისბუქზე დაწერა, რომ 11-დან 13 ივლისამდე სომხეთში თხევადი გაზით დატვირთული 99 სატვირთო შემოვიდა. მაშინ, როდესაც ამ დროისთვის ასობით მანქანა თავის რიგს ელოდება. თხევადი გაზის ბაზარზე ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას წინ უძღოდა სომხური კონიაკისა და ყვავილების გადამზვიდებების უკვე რამდენიმე თვე გადაუჭრებელი პრობლემები. ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიესალმნენ სომხეთის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და მხარდაჭერა გამოუცხადეს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიულ რეფორმებს. ნათქვამია შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ პრეს-რელიზში. ევროკავშირმა დაადასტურა თავისი მტკიცე ვალდებულება მხარი დაუჭიროს სომხეთის მედეგობასა და გრძელვადიან განვითარებას მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით და აღნიშნა, რომ სომხეთში ევროკავშირის ინვესტიციების 2,5 მილიარდ ევრომდე გაზარდა ეგეგმება. სომხეთის საინფორმაციო ეკოსისტემის მხარდაჭერად ევროკავშირმა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებისათვის განკუთვნილი 1,5 მილიონიანი ევროს ოდენობის ახალ პაკეტის შესახებ განაცხადა. ევროკავშირმა ასევე დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სომხეთის ინიციატივას მშვიდობის გზაჯვარედინის მიმართ რეგიონული კავშირებისა და შერიგების ხელშეწყობისათვის. ევროკავშირმა ასევე დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სომხეთის ინიციატივას მშვიდობის გზაჯვარედინის მიმართ რეგიონული კავშირებისა და შერიგების ხელშეწყობისათვის. კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ასევე დააფასეს სომხეთის მუდმივი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის. კერძოდ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მუდმივი ჩართულობისა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ მიმართული ნაბიჯების გზით. ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ, კერძოდ აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მუდმივად ჩართულობისა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ მიმართულ ნაბიჯებს. თავის მხრივ შეხვედრის შემდეგ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროპული ბლოკი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ ფეისბუქზე დაწერა, რომ შედეგიანი და ვრცელი საუბარი ჰქონდათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. ბრიუსელში სომხეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და ბარ დე ვევერის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ბელგიის ურთიერთობების დღის წესრიგის არაერთი საკითხი. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს პოლიტიკური დიალოგის დინამიკური ხასიათის გამო და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების, ინვესტიციების, ბიზნეს კავშირების გაფართოების მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების საქმეში და გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ახალ იმპულსს მისცემს
მხრივი თანამშრომლობის განვითარებას. ნიკოლ ფაშინიანმა კმაყოფილება გამოთქვა 14 ივლისს გამართული შეხვედრების შედეგებით და ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ვალდებულებას განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმების ეფექტურად წინ წაწევის მიმართულებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და სომხეთში მიიწვია. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედება ახლა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ხელოვნური ინტელექტი. ამ კონტექსტში მინდა დავადასტუროს სომხეთის ვალდებულება შეიტანოს თავისი წვლილი ამ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ამ წელს სომხეთში სახელმწიფო ვიზიტით, თქვენი მასპინძლობის დიდი მოლოდინით. პატიმრობაში მყოფი სამվել კარაპეტიანი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს. ტაშის ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი სამվել კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად ორთვიან პატიმრობაში იმყოფება, ახალი პრინციპული პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ აცხადებს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება საკუთარი გზით იმოქმედებს და მისი სლოგანი იქნება „გავაკეთებ ჩვენებურად“, რითაც ის სავარაუდოდ თავის ცნობილ ინტერვიუს ეხმაურება, რომლის შედეგაც მას დააკავეს. კარაპეტიანი ასევე აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს თანამშრომლობას სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მისი მიზანია უარყოს პოლიტიკური სპექტრის შავ-თეთრად დაყოფა. ერდოღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა დღის წესრიგში სამხრეთ კავკასიისა და ქურთი მებრძოლეები იყო. აბუ-დაბიში ფაშინიან-ალიევის შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეიხ მუჰამად ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და გააგრძელებს რეგიონში სტაბილურობის ხელშემწყობი ძალისხმევის მხარდაჭერას. საუბრის კიდევ ერთი თემა აბდულა ოჯალანის მიერ მიმართული ქურთი მებრძოლეების განიარაღება იყო. ერდოღანის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია თურქეთისა და მთელი რეგიონის დღის წესრიგიდან ტერორიზმის სრულიად აღმოსაფრხებლად. ცნობისათვის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ამ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანის ლიდერების 5 საათიანი შეხვედრას უმასპინძლა. ერევანში რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს გარგარი დაიწყო. ყოველწლიური კინოფორუმი 13-დან 20 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც საკონკურსო ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისე კანის, ბერლინის და სხვა პრესტიჟული კინოფესტივალების გამორჩეული ნამუშევრები. კინოფესტივალს სომხეთში მსოფლიო კინოს ცნობილი წარმომადგენლებიც ეწვევიან, რომლებიც კინომოყვარულეებს საკუთარ გამოცდილებასა და შემოქმედებას გაუზიარებენ. სამცხე-ჯავახეთში ვაჰან ტეირანის მშობლიურ სოფელ განძაში პოეტის სახელმუზეუმი გაიხსნა. ტრადიციული დღესასწაული ტეირანის დღე ჯავახეთის კულტურული კალენდრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. დღის ღონისძიებები ვაჰან ტეირანის ბიუსტის ყვავილებით შემკობით დაიწყო. შემდეგ კი სტუმრებმა მუზეუმის ტერიტორია დაათვალიერეს, გაეცნენ განახლებულ ექსპოზიციებს ტეირანის ცხოვრების ისტორიისა და ლიტერატურულ მემკვიდრეობას. სახელმუზეუმის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროებისა და არაერთი ქველმოქმედის მხარდაჭერით. საკონცერტო ნაწილში წარდგნენ სომხეთის ეროვნული საკრავების სახელმწიფო ორკესტრი, სახელმწიფო კამერული გუნდი და სხვა ცნობილი მომღერლები. სახელმუზეუმში ასევე წარმოდგენილი იყო ტრადიციული სომხური ლავაში, დამსწრეებს ადგილზე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ჯავახური კერძები. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლას გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.